მოგესალმებით, მე ვარ ნათია, ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით. დღეს არის პოდკასტის ტექ ადამიანის პირველი ჩაწერა. დღეს ჩემთან სტუმრად არის ციფრული ტექნოლოგიების პროფესიონალი მარიამ გაგუა. მარიამ, მოგესალმები. სალამი ნათია. დიდი მადლობა, რომ დამთავრდი სტუმრობაზე, იმიტომ რომ შენს გარეშე ალბათ ვერც დავიწყებდი ამ პოდკასტს. ერეკ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვია. მარიამ, მოდი პირველ რიგში გითხარი, ვინ ხარ შენ, რა საქმიანობ და მერე უკვე გადავიდეთ სხვადასხვა თემებზე, რომელიც აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. მე მოღვაწევ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, ეხლა გადავედი ახალ სტარტაპში, co-founder-ად და CEO-ად, ასევე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არის სტარტაპი. ცოტა ისინი დავტოვე agency, ასევე ციფრული ტექნოლოგიების, მოკლედ ამ სფეროში ვარ, გვეწლებია თვითონ პროფესია, როგორ დავიწყე ინჟინერით, მე გადავედი product management-ში და მე უკვე აქ მოვედი. შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, ტექ კომპანიების მხოლოდ სადღაც 15% იკავებს CEO-ს პოზიციას ქალი. შენი აზრით, რა განაპირობებს, ანუ აი ამ დისბალანსს, ასე ვთქვათ, გენდერულ დისბალანსს და საქართველოში ამ მხრივ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე გოგოების რიცხვი, გოგოების და ქალბატონების რიცხვი არის დაახლოებით 12-15% ასევე. მოგვიყევი, ანუ შენი აზრი, შენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით და კიდევ შემდეგ ასე ვთქვათ კითხვების დროს მინდა რომ ჩავეძი უფრო აი ამ შენს არჩევანს, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება თუ რატომ უნდა აერჩიოს ტექნოლოგიების სფერო და რა არის ასე ვთქვათ ამ სფეროში ესეთი საინტერესო. ოკეი, CEO და დირექტორობით დავიწყოთ. ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორობა ორ ძირითად ძალიან მარტივ რაღაცას ვიძახი, ორ ძირითად რაღაცას მოიაზრებს. უნდა კონდეს ტექნოლოგიების ცოდნა, მინიმუმ იმ პროდუქტის ან იმ სერვისის, რაც ჩვენი კომპანია ყიდის და უნდა ქონდეს leadership გამოცდილება. ორივე ნაწილში ალბათ იმიტომ ხვდებიან ქალები ნაკლებად, რომ ორივე ნაწილში ასევე ნაკლებ, ანუ არატექნოლოგიურ კომპანიებშიც leadership-შიც ნაკლებ ქალს ხედავთ და ტექნოლოგიებშიც ნებისმიერი მიმართულებით უნივერსიტეტების დატას რო გადავხედოთ, მანდაც ნაკლებ გოგოს ხედავთ, ვინც აბარებს ამ მიმართულებით. და ეგ ორივე მხარეს ნაკლებობა იწვევს მერე, რომ ტექ კომპანიებში დირექტორებიც ქალები ნაკლებად ხვდებიან. ჩემი აზრით, ტექნოლოგიებზე ბევრი მაქვს ნალაპარაკები, ნაკლებად რატო ინტერესდებიან გოგოები, იმიტომ რომ ვერ ხედავთ მეტ ქალს, ვერ ხედავთ ქალებს, რომლებმაც ბევრ ქალს ვინც წარმატება მიაღწიეს ამ სფეროში და რაღაც როლ მოდელები თითქოს ბევრი არ არის, უფრო მეტად კაცები გვხვდება. ბევრი ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლია ის ამბავი, რომ ამ პროფესიებში ძალიან ცოტა გოგო გვყავს და რაც შეეხება leadership-ში, აი წლების განმავლობაში ანუ leadership-ს ავლენ სხვადასხვა მიმართულებით. დავიწყოთ ეს სკოლის ასაკიდან leadership შეიძლება იყოს იმის გამოვლენა, რომ სკოლაში შექმნა რაღაცა კლუბი, ჭადრაკის, მერე უნივერსიტეტში იყოს, რომ რაღაცა თვითმმართველობაში იყო, ან არც იყო, რაღაცა პროექტები მოიფიქრო, კურსელები ჩართვა. ეს leadership-ის თვისებები, ანუ სანამ კომპანიის დირექტორობამდე მიხვალ მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად შეგვიძლია გამოავლინო და აქაც ალბათ ვიტყოდი, მე ძალიან ბევრი გოგოს და ქალს ვიცნობ, ვინც ყველა ეტაპზე ცხოვრების მინახავს ძალიან ისე ძლიერ ლიდერებად. უფრო ნაკლები არიან კი, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ისევ გაზრდის ამბავი ალბათ რა სოციუმში ვიზრდებით. ჩვენ ვიზრდებით საქართველოში, გავიზარდეთ საქართველოში, სადაც გოგოებს არ შეგვეძლო ის, არ შეგვეძლო ეს და ალბათ თუ კულტურულ კონტექსტში ვილაპარაკებთ, ეს მოქმედებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ქალები უფრო ჩუმები ვართ, უფრო მორიდებულები ვართ, რაღაც არ შეგვიძლია, რომ რისკი ავიღოთ, რაღაცას გავუწიოთ ლიდერობა, წინ ჩავუდგეთ, ხო? ალბათ ეს არის ჩემი გამოცდილებით იმის მიზეზი, რომ დღეს ქალები ნაკლებად გვყავს leadership-ში. თუმცა ისე ვიძახი, ძალიან ბევრ ქალს ვიცნობ დირექტორსაც, ტექში, არატექში. არ ჩანან დიდად. არ ჩანან დიდად და აი ჩვენი პლატფორმა გამოაჩინა ეს ქალები და აჩვენა ყველას, რომ დიახაც ქალები გვყავს. კი, ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი მიზანიც ეს არის, რომ წარმოაჩინოთ ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ადამიანები, განსაკუთრებით გოგოები და ქალები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, დაამსხვრიეს სტერეოტიპები და გაიკვლიეს გზამ თითქოს და რაღაც მამაკაცების პროფესიაში თუ რაღაც ესე ეძახიან, ხო, ეძახდნენ.
აი შენი ადრეული ბავშვობიდან რა თქმა უნდა შენ სხვადასხვა ვიდეოებს უყურე და მე დავლინკავ კიდეც შენს არხებს, YouTube არხებს, ახსენებდი რომ აი გიყვარდა მათემატიკა. და რაღაც ესეთი სტერეოტიპული აზრი იყო, რომ აი მათემატიკა ვისაც უყვარს, მას აქვს კაცის ტვინი. აი ამის შესახებ მოგვიყევი, აი როგორ გრძნობდი თავს დაუშვათ მსგავსი სიტუაციებში და ან რაღაცა ესე რო ახსენებდნენ და მაინც მიუხედავად ამისა, რატო გადაწყვიტე, რომ კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გაგეგრძელებინა სწავლა. შეიძლება biased ვარ, ანუ გამოდივარ ჩემი გამოცდილებიდან ეხლა რასაც ვიტყვი. მაგრამ მგონია რომ ეგ იყო ჩვენი თაობის პრობლემა. ეხლანდელ თაობაში მე მყავს ძმისშვილები პატარები და გოგო ძმისშვილი მყავს, რომელიც არის 10 წლის. ვერ ვხედავ ეხლა მის სოციუმში ან მის ასაკის ბავშვებში ამ სტერეოტიპს. ამიტომ შეიძლება ეხლა რაც ვთქვა ძალიან მოძველებული იყოს და იყოს აუდიენციისთვის, ვინც არის 25+ და არ იყოს 17 წლის ადამიანი თუ გოგონა თუ ყურებს ვინმე. მაგრამ მე როცა პატარა ვიყავი, მაშინ იყო კი ეგ სტერეოტიპი. თუმცა ხო, ანუ რა მომცა მაგან მე ძალიან ისეთი ვიყავი, როცა მე უნდა რაღაც არ შემეძლო, მე უფრო ვაწვებოდი და რას ქვია არ შემიძლია და ბოლომდე აი გაჩვენებ თუ არ შემიძლია, ეგეთი ტიპი ვიყავი მთელი ცხოვრება. და ხო, ძალიან მიყვარდა ვიღაცებს რაღაცები რომ ეგონათ რომ არ შემეძლო და ვერ გავაკეთებდი, აი ძალიან ბევრს ეს რაღაც თავის დამტკიცების ხო, მაგრამ მე ვფიქრობ ხოლმე რომ მაგადები ეს მე მგონი არც ფიქრობდნენ ჩემზე, მე ვფიქრობდი რომ ეგენი ფიქრობდნენ ჩემზე. ხო, საბოლოო ჯამში მაინც ყოველთვის შენ თავს უმტკიცებ. ხო, ან ჩემი თავის მქონდა ძალიან ბევრ რაღაც დასამტკიცებელი და დავუმტკიცე რომ დიახაც ჩავაბარე ინჟინერიის დიახაც დავაბთავრე ინჟინერია დიახაც მე ვიმუშავე აქ. ხო, ამიტომ ძალიან არ გადავუხვე კითხვას. რატო ჩავაბარე ინჟინერიაზე უბრალოდ მაინტერესებდა ეს სფერო, თან მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რომ დიდი გავლენა ჰქონოდა და ვიცოდი რომ ტექნოლოგიები ეგ ადგილი იყო. თუმცა არ ვიცი, ისე ვიძახი, არ ვიცნობ ჯერ კარგად ამ პატარა საზოგადოებას, ეხა 10 წლის მართას კლასელებს, ჩემი ძმისშვილის, მაგრამ მგონია რაც უხას შორიდან უყურებ, ეს სტერეოტიპები აღარ არის და ძალიან კარგი რომ აღარ არის, იმიტომ რომ ნალა იმსხვრევა მე. ხო, ამ ბავშვებს ზდიან ის ადამიანები, ჩვენ ხელები, ვინც ეს უკვე გამოიერეს და იცოდნენ რომ ეს ცუდია და ამ ბავშვებს ისე აღარ ზდიან როგორც ჩვენ გავგზავნეს. გააკეთებდი თუ არა იგივე არჩევანს ამ გადასახედიდან? აუცილებლად. შენ პროფესიის. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ სულ ვიძახი ხოლმე რომ ანუ რაღაცებში ძალიან კარგი ვარ და რაღაცებში აი ძალიან ცუდი ვარ და რაღაცებში კი არა მგონი აი ეს ერთადერთი რაღაცა რასაც ანუ მე ვაკეთებ ჩემი საქმიანობა ან ეგ გამომდის მხოლოდ კარგად დანარჩენ რაღაცებში აი გეოგრაფიაზე რო დავიწყოთ ახლა ლაპარაკი ან ისტორიაზე ან რაღაც პოლიტიკურ რაღაცებს თემებს ან მართლა ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვარ კარგად გათვითცნობიერებული და ერთადერთი რაც მართლა კარგად გამომდის არის ჩემი საქმე ამიტომაც რომ ახლიდან რომ შემეძლო არჩევა გავაკეთებდი თუ არა იგივე არჩევანს კი იმიტომ რომ არც კი წარმომიდგენია რამე სხვა რაც უფრო გამომივიდოდა შენ წარმატების გზა ანუ რითი დაიწყო სტუდენტობის პერიოდიდან დავშვათ კომპანიამდე ხო? აი მონაკვეთი ხო. მაშინ ესე ვიტყოდი რაღაცა მიზნის მიღწევა, ანუ რაღაცა მიზნები ქონდა ხო ალბათ რომ რაღაც დასაქმებულიყავით, საკუთარი თავის რეალიზაცია მოგეხდინა შენს პროფესიაში. აი რა ნაბიჯები გადადგი, იმიტომ რომ თუ შეგიძლია რაღაც პრაქტიკული რჩევები მისცე მათ, ვინც ახლა გვიყურებს, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი ვიდეო გაქვს გადაღებული სხვადასხვა პროფესიებზე, ხო, რაღაც იქ თუნდაც ეს რაღაცა LinkedIn-ის პროფაილის მოწესრიგებას და ანუ მართლა ძალიან კარგი რჩევებია, მაგრამ მე პირადად აღმოვაჩინე, რომ ანუ აი რაღაც პირველ მეორე კურსელებთან ურთიერთობის დროს და ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროს, რომ ბევრმა მაინც არ იცის და რაღაცა თითქოს არ იციან, ისე ამბობენ, რომ აი გვინდა რომ რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ. აი მაგის არ მჯერა და გეტყვით რატო. რაც წლები გავიდა მივხვდი, რომ არ არსებობს რაღაცა გინდოდეს და ძალიან მარტივი 5 სიტყვიანი როგორ და მე რაც გინდა ჩასვი, ვერ ნახო ან Google-ში, ეხა ChatGPT-ი თვითონ გეუბნება. მაგის არ მჯერა. ამიტომ როგორ დავიწყოთ, აი რა დავიწყოთ, როგორ დავიწყოთ კარიერა ტექნოლოგიებში, როგორ დავიწყოთ, როგორ შევასოთ CV, როგორ შევქმნათ LinkedIn-ი, ანუ ყველა როგორ რაც არის ხარ უნდა დამისვა, ყველაფერზე გაგცემ პასუხს, მაგრამ ჩემზე კარგად და ყველაზე ბევრად დახარისხებულად ყველაფერზე არსებობს ინფორმაცია. ამიტომ მოდი ავარჩიოთ ერთი როგორ გავხდეთ წარმატებული არა. ნებისმიერი სხვა კითხვა როგორის მიმართულებით მითხარი და აი მაქსიმალურად დავფარო.
მოდი ესეც რაღაც ვთქვათ, რომ შენ როცა იყავი სტუდენტი, რაღაც მიზანი ქონდა, რომ ვთქვათ, დაგეწყო პირველი სამსახური. აი, Okay. რა იყო ეს გზა? პირველი სამსახური, მე მგონი პირველი სამსახური იყო მე-10 კლასში ვიყავი. ერთი აა, დღე მართლა? მე და ჩემმა კლასელებმა გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა ფლაიერების დარიგება. ეს იყო ჩემი ოფიციალურად პირველი სამსახური. ვაუ. და 30 ლარი მოგვცეს, სამივე 10 ლარად გავიყავით. ოფიციალურად ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. პირველი ესე სამსახური ალბათ უნივერსიტეტში პირველ კურსზევე ჩვენ ყავდა საერთაშორისო ურთიერთობების რაღაც დეპარტამენტი იყო და მან ესე თავისით მოხდა, რომ შევთავაზე ამ უნივერსიტეტ, ანუ ამ დეპარტამენტის heads, რომ აი ეს ასისტენტად რაღაცებს დაგეხმარებით და ვეხმარებოდი ის ბავშვები რომ მოდიოდნენ ხოლმე აინტერესებათ უნივერსიტეტებზე თემები, ამ ბავშვებს ვესაუბრებოდი. მერე რაღაცა ის იყო, რა ქვია, პროექტში ვიყავი ჩართული, ამერიკის საელჩოს უნდა და რაღაცა პროექტის გაკეთება და მან პროექტ მენეჯერ. ანუ ინიციატივების გამოხატვა. ხო, ინიციატივის გამოხატვით მივედი ალბათ ყველა იმ სამსახურამდე, რაც მქონია. ოღონდ მე მქონდა ეს პერიოდი, როდესაც მეორე კურსი იყო, მე მგონი თუ მესამე კურსი, აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემი ყველა კურსელი დარიგდა ინტერნშიპებზე, ყველას ჰქონდა ინტერნშიპი და მე არ მქონდა სამსახური და გიჟდებოდი, რომ მეთქი აი ესეთი სულელი როგორ ვარ, რომ აი ყველა მიშოვა სამსახური და მე ვერ ვიშოვე თქო, მაგრამ კარგია რომ ვერ ვიშოვე, იმიტომ რომ მე რა მიმართულებითაც ვეძებდი მაგ დროს იდეაში ეგ სამსახური ბოლოს მაინც ვიშოვე ეგეთი ინტერნშიპი, მაგრამ სამთვეში მივხვდი რომ უბრალოდ ეკრანთან მეძინებოდა, ეგ არ იყო ჩემი საქმე, ანუ საბოლოო ჯამში იმ პროფესიაზე არც მეძახდნენ, რომელიც სინამდვილეში მინდოდა. და საბოლოოდ იქ ამოვყავი თავი, სადაც მინდოდა. და როგორ ამოვყავი თავი და საიდან მივედი მაგ პროფესიამდე, რომელიც არის product management-ი, აი ესე ბევრი რაღაცების უბრალოდ ცდით. აი ყველა სულ რაღაცებს ვცდილობდი, სულ რაღაცებს ვიღაცას რომ დავინახავდი რომ რა მიჭირდებოდა, ვეკითხებოდი რომ ხო შემიძლია დაგეხმარო, ხო შემიძლია ეს გავაკეთო, ეს სულ რაღაცას ვთავაზობდი ყველას და ესე. და ერთ-ერთი პროექტი იყო Google-ის ჰაკათონის ორგანიზება, ხო? როგორც ნახე შენს ესე ვთქვათ ბიოგრაფიაში. კარგი, იცი რა მაინტერესებს, ანუ შენი რაღაც ამერიკაში მოგზაურობის პერიოდში და საქართველოს სტუდენტობის პერიოდში, აი რაღაც რა იყო ისეთი, რაც იქ აღმოაჩინე დაუშვათ და არ ქონდათ აქ ქართულ სტუდენტებს, რაც დაგეხმარა მერე კიდევ უფრო მეტი ბიძგი მოგცა შენს პროფესიულ განვითარებაში. მახსოვს ეგ პერიოდი, პირველად კალიფორნიაში რომ ჩავედი და გამოვიხედე და აი ალბათ იყო ეს წვინი რომ გაგინათ და აი ეგეთი მომენტი იყო. და მთელი ცხოვრება როცა იზრდები ისეთ სოციუმში, სადაც ანუ არა და ქვეყანაში სადაც აი არაფერი არ არის შესაძლებელი, სულ პრობლემებია, დასაქმება არ არის, ფული არ არის, კომპანიები არ ყავს, ანუ და უცბად რომ გაიხედები და ამდენ რაღაცას რო ხედავ, აი მაშინ მივხვდი ამერიკელი ხალხის კულტურაზე გავგიშდი, იქ რასაც ქმნიდნენ ესე არაფრიდან, აი მაგ ყველაფერმა ძალიან დიდი გაატრიალება მოახდინა ჩემს ალბათ სოფხედელობაში იმ ნაწილში, რომ პირველ რიგში მიმახვედრა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა შეგილია, ანუ ესეთ რაღაცების შექმნა შენ შეგიძლია. და რო ჩამოვედი, ძალიან დიდი მუხტით ჩამოვედი მერე რა. და ყველაფერზე ბევრად უფრო თავდაჯერებული ვიყავი, რაღაცნაირად ეგ რო ნახე, მერე მივხვდი, რომ ოკეი, მეც შემიძლია. მე აღმოჩნდი მასე გერმანიაში სტუდენტობის პერიოდში დაადის გაცვლითი პროგრამით, საზაფხულო სკოლა იყო, რაღაც სამკვირიანი და იქ რო ჩავედი ამ ჩემი აქაური რაღაც პროგრამირების ასე ვთქვათ ცოდნით და იქ იყვნენ ჩამოსული გერმანიაში რაღაც ამერიკელიც, რაღაც ბევრი 30-მდე სხვა ქვეყნიდან სტუდენტები. და აღმოჩნდა რომ ანუ მე ბევრი რაღაცა უკეთესად ვიცოდი მაშინ, ნუ ეს რა ვიცი გიყვები, რა ვიცი 16-17 წლის წინანდელ ამბავს. მაშინ ბევრი რაღაც უკეთესად ვიცოდი და ბევრად ვჯობნიდი მათ, ვიდრე დაუშვათ ისინი, რომლებიც იყვნენ შედარებით განვითარებული ქვეყნებიდან და ანუ ეს ძალიან მაგარი რაღაცა, როცა რაღაცა სხვას ხედავ, სხვა ადამიანებს გაიცნობ, ხვდები რომ იცი რა, შენი ცოდნით შეგიძლია რომ არანაკლები იყო, ვიდრე თქვა. საინტერესო რაღაც ხანათია. ეგ არის ერთ-ერთი კიდე რაც საქართველოში გაზრდას მოყვება, რომ გვგონია რომ ან საკმარის განათლებას არ ვიღებთ, ან საკმარისად ჩვენ აი მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ბევრ რაღაცაში საუკეთესოები გგონია თავი და ბევრ რამეს არ ვეთანხმები, რაღაცებში ძალიან ცუდები გგონია თავი. და აი ეხლა შენაც მოყვება, რომ ჩახვედი და შეხედე შენ კლასელს, რომელსაც ალბათ ბევრად უფრო კომფორტულად იყო გაზრდილი, ბევრად უფრო ჭკვიანი რაღაც ან კარგი უნივერსიტეტ დამთავრებული მშობლები ყავდა და ასე შემდეგ, რომ შეხედე და რომ მივხვდი, რომ უი, არც მეც კარგად ხსნი ამოცანებს, არც იმას ნაკლები არ ვარ, ხო? ეგ გაზრება მეც მქონდა და მგონია, რომ ეგ მარტო შენი და ჩემი ისტორია არ არის, მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ისტორია, იმიტომ რომ როცა
ჩვენ ქვეყანაში იზრდები და ესეთ გაჭირვებაში და ესეთ სირთულეში და ესეთ დაძაბულობაში რაღაცნაირად მოყვება ეგ კომპლექსი, რომ ან სხვა ეროვნებებზე ნაკლები ხარ, რომ აი ამერიკელისავით არ ვერ ხარ. ნუ როცა ფეჩს ეთვები. ხო, ანუ ხო. ფეჩით თვები და ზუსტად. და გაზი არ გაქვს. მაგიტო ვისურვებდი, რომ ალბათ ბევრი ბავშვობაში და ანუ თინეიჯერობაში უნივერსიტეტში აი ბევრი ბავშვი გავუშვათ გარეთ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ არავის ნაკლებები არ ვართ, არავის ნაკლები ჭკუით არავის ნაკლები არ ვართ, შესაძლებლობები ნაკლები გვაქვს, კი, ბევრად ნაკლები შესაძლებლობები გვაქვს საქართველოში. მაგრამ თვითონ ესე მოცემულობით ნიჭიერი, ჭკვიანი ხალხი ვართ. მაგრამ იმ ნიჭს მე თავის წყლის დასხმა ჭირდება, მზე ჭირდება და ეგ მზე და წყლის დასხმა ვერ გვეღირს ამ ქვეყანაში, მაგრამ რაღაცა უნდა გამოსწორდეს. რაც არსებობს საინტერესო პროფესიები და რომ ეს ინფორმაცია მიგეწვნა ფართო აუდიტორიისთვის. რა გამოძრავებდა? მე მქონდა ეგეთი გაანალიზება, რომ მალევე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომ ეს რა მაგარი რაღაცაა და რატო უფრო მეტი ვინმე არ სწავლობს. და რაღაცნაირად ყველას ხო რაღაც პასუხისგებლობებს გრძნობ, მგონია ყველა ადამიანი, ვისაც რაღაცა ნიჭი გვაქვს. აი მე ყოველთვის მქონდა მაგის ნიჭი, რომ მარტივად ამეხსნა რაღაცა რთული კონცეფტი. ან აი მალევე შევამჩნიე პირველ მეორე კურსზე, მესამე კურსზე რაღაც ბავშვებს რო ველაპარაკებოდი ამ პროფესიიდან. ანუ ვხედავდი, რომ ვუყვებოდი, ინტერესდებოდნენ და აი რაღაცა ეგ ნიჭი თუ საჩუქარი თუ რაღაც რაც მაქვს სამყაროსგან, აი რაღაც ეგეთი ის მქონდა შეგრძნება, რომ ანუ უნდა მოვყვე ეგ რაღაც უფრო მეტ ადამიანს უნდა ვუთხრა და თან აი რაღაცას რო აღმოაჩინე ყველას რო გინდა გავზიარო, ეგ მომენტი მქონდა, რომ მინდოდა ყველას გამეზიარებინა, რომ აი ძალიან მაგარი სფეროა და წამოდით აქ და თან არავინ არ ლაპარაკობდა მაშინ და მეთქი აი ხა დავიწყებ ლაპარაკს და დაინტერესებს ხალხს და ეგ არავინ არ ლაპარაკობდა, ხა ძალიან უტრირებულია, ბევრი ლაპარაკობდა, მაგრამ სოციალურ მედიაში აი ეს რაღაც გადაცემასავით ეგ არისო, ამის ხამინდა და ეგ იყო мотиваცია, რომ მეთქი მოდი ხა გადადემეს დაინტერესებს. და სხვა შორის მე პირადად მსმენია ბევრი გოგოსგან, რომ ზუსტად აი შენი არხის წყალობით გადაწყვიტეს რაღაც თავისი მომავალი პროფესია და ჩააბარე ზუსტად კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ძალიან მაგარია და ანუ ამ YouTube-ის არხის მერე თუ ეს იყო პარალელურად საქართველოს ბანკის პარალელურად იყო, კი. კაი, რამდენი წელი მუშაობდი საქართველოს ბანკში? 2 წელი ვიყავი, ცოტა მეტი. და რაღაც თავის ამოწურვისის ჰქონდა, ხო? რაღაც მომენტი, რომ კი, ან მე რა იყო, რას ეძებდი, ხო, აი, თქვათ რა იყო შენი რა კითხვა რას ეძებდი. ეგ იყო ჩემი პირველი product management სამსახური. ანუ product management-ი 2 წუთი რო ახსნა, თუ რომელიმე მსმენელმა არ იცის, ეს არის ციფრული ტექნოლოგიებში ნებისმიერ პროდუქტს, რასაც ვქნით, იქნება მობილური აპლიკაცია, ვებ აპლიკაცია, არ ვიცი, ნებისმიერი ციფრული პროდუქტი, ამას სჭირდება ადამიანი, ამას სჭირდება დიზაინერი, ამას სჭირდება პროგრამისტი, მაგრამ ერთი როლია კიდე, რომელიც ამ პროდუქტის განვითარების გზას იკვლევს. ანუ რა პროდუქტი როგორი უნდა იყოს, ვისთვის უნდა იყოს, პრაისინგი როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. და აი ეს არის ჩემი იდეაში პროფესია. და ეს იყო ჩემი პირველი როლი საქართველოს ბანკში product management-ის მიმართულებით ამ პროფესიაში. ძალიან საინტერესო გზა გამოვიდა. ფაქტობრივად ვისწავლე ჩემი პროფესია საქართველოს ბანკში, მე უკვე ლონდონში დავამატე და რაღაცები, მაგრამ ის ფუძე რაც დღემდე მომყვება საქართველოს ბანკში შევიძინე. და რას ვეძებდი 2 წელს მერე რაღაცა თითქოს მეტი გამოწვევა მინდოდა და 24 წლის ასაკში, ხო? ძალიან მინდოდა მე კიდე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობ, მაგრამ სულ აი მომენტი მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი და რომ ვქნიდი, აი მეთქი რაღაცა ამ პროდუქტებს მეთქი აი ეს არის ის რაც მე ჩემ პროფესიაში შემიძლია ვისწავლო თუ არის კიდე რაღაცეები და ეს არის კიდე რაღაცეები საქართველოში ისედაც საუკეთესო კომპანიაში მუშაობდი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს ბანკი ტოპ კომპანია საქართველოში ისედაც მან მუშაობდი და საქართველოში მეტის არ გადავიდე უნდა წავიდე მაშინ თქო მაგრამ მეტი მინდოდა რომ ესწავლა და მე ესე აღმოჩნდი მე ლონდონში ხო 200-მდე აპლიკაცია შეავსე 200-მდე აიცა ხო ანუ გაგზავნე ხო იმისთვის რომ დავუშვათ რაღაცა გეპოვა რა აი ანუ რამდენი ნერვი უნდა კონდეს რომ დავუშვათ გაგზავსო გაგზავნო იმიტომ რომ იყო პერიოდები მეც გამიკეთებია რაღაცა სამსახურების ცვლების დროს 200 არა მაგრამ რაღაც 100-მდე იყო და ანუ ყველას ცალ-ცალკე სამოტივაციო წერილებს უწერდი და რაღაცა ეს CV-ს შედგენა გაგზავნა და ნუ მე ამაზე follow-up-ი ამის დავუშვათ მე სტატუსის ნახვა და ბევრი უარი ალბათ ხო იქიდან სტატისტიკურად ეგრეც ხდება ალბათ ხო სანამ
სასურველ კომპანიაში მიიღებ ხო, რაღაც ბევრი და პოზიციას. ცადო. იცი რა არის? ეს რაღაც შინაგანი რაღაც გამძლეობა თუ აი რა გჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ ეს მართლა არის ერთ-ერთი ეხლა ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ბევრი, ასე ვთქვათ, კვლევა იდება იმ კუთხით, რომ არა კონკრეტულად რაღაც კოდის წერა ან რაღაც ტექნიკური უნარები მხოლოდ, არამედ თქვათ ეს რაღაცა გამძლეობა, შინაგანი რაღაც სიძლიერე, სხვადასხვა უნარები სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თქვათ მოერგოს აი ამ თანამედროვე ძალიან სწრაფ აჩქარებულ ტემპს და ცოტა რთულ გარემოს. ალბათ ხო ეგ თვისება მაქვს, რომ რაღაც რომ მინდა და დავისახავ მიზანს. მაინც სანამ იმ მიზანს არ მივაღწევ, იმიტომ რომ თან ბევრ ესე რაღაც გზებს ტესტავ ხოლმე, ესე გამოვა, ესე არ გამოვა და ნებისმიერი, ნებისმიერი ნაბიჯე თუ მაგალითად სამსხურის ძებნის კონტექსტში განვიხილავთ, ნებისმიერი გაგზავნილი CV თუ აპლიკაცია არის ექსპერიმენტი. შევხედა მე ეს ექსპერიმენტი რამდენად ამართლებს, რა შედეგებს გამოიწვევს და იმის მიხედვით მე ვცვლი მეორეს და მე მესამე ექსპერიმენტი, მე მეოთხე ექსპერიმენტი. ანუ ალბათ რა თვისებამ არ გამაჩერა ხო, აი რაღაც რომ მინდა ბოლომდე, ანუ ოღონდ ადრე იყო, რომ მაგალითად შეიძლებოდა ძალიან ბევრი ენერგია დამეხარჯა და რო არ გამოდის და აი თავი ესე მემტყურია რატო არ გამოდის და ეხა უფრო სტრატეგიულად ვიუდგები. ეხა მაინც არ ვფიქრობ, რომ ბევრი შრომა უდრის მაინც შედეგს. ეხა უფრო ვფიქრობ ხოლმე, რომ რა არის სწორი ნაბიჯები, თან გამოსლება დავაგროვ, ვიცი რა მუშაობს, რა არ მუშაობს. რა არის ის სწორი ნაბიჯები, რომელიც ამ მიზანს მიმაღწევინებს და სულ ანუ ეგეთი ხასიათი მაქვს, რომ სულ ექსპერიმენტების კეთებაში ვარ. ანუ სულ ვაკვირდები. მეცნიერულად უდგები. ხო, ალბათ. ყველა საკითხს. ხო, იცი, სხვა შორის აი არის ინჟინერიის მართალია დღეს ესე კოდს არ ვწერე და რაც უნივერსიტეტში ვისწავლე, მაგას არ ვაკეთებ, მაგრამ ძალიან ბევრი თვისება, რასაც ეს პროფესია გასწავლის, თუნდაც რო არ გაყვა ინჟინერიას, არის ზუსტად ეგ, რომ აი ეგ ექსპერიმენტები, როგორ აი ძალიან კომპლექსური რაღაცა პროდუქტი რო გინდა შექმნა, როგორ უნდა დაშალო კომპონენტებად, მე ის კომპონენტები კიდე მიკროკომპონენტებად, ისინი კიდე უფრო და ეს თითო როგორ უნდა პრობლემების გადაწყვეტა, ხო, ანუ დიდი პრობლემა რო დაანაწევრა. კი, და როგორ უნდა შეკრა მე ზუსტად ალგორითმული აზროვნება. აი ეგ არის რაც ყველაზე კაი მასალა ამ პროფესიამ ალბათ. კი, და ანუ აღმოჩნდი მართლა მსოფლიოში ერთ-ერთ ტოპ კომპანიაში, ხო? კლარნა შესახებ აი მოგვიყევი და ძალიან საინტერესო თვითონ იქ მუშაობის სტილი, ალბათ და რაღაც დამოკიდებულებები, ну რა თქმა უნდა, ალბათ განსხვავებებსაც ნახავდი, ხო? კი, სხვა შორის აი ეს agile გარემო როგორ იქნება პროდუქტები, ასე შემდეგ, ეგ დიდად განსხვავებული არ იყო. ერთი განსხვავება მახსოვს, ანუ გუნდის წევრების დონეზე Scrum Master-ი არ მყავდა. ეგეთი უცბად რომ product manager-ი აკეთებდა მაგ როლსაც. ალბათ ეგ იყო განსხვავება ესე რო შეხედო ზუსტად ორი ორგანიზაციის წყობა რო შეადარო და მუშაობის სტილი. დანარჩენი რითიც მართლა ძალიან განსხვავდებოდა იყო ის ნაწილი, რომ მეტი თავისუფლება გქონდა და მეტი ownership-ი გქონდა პროდუქტზე. რას გულისხმობ? ანუ შეიძლება კომპანიას გქონოდა სტრატეგია და შეიძლება შენს მიმართულებას, მაგალითად მე ვიყავი სოციალური შოპინგის მიმართულებაში, ერთ-ერთი product manager-ი სოციალური შოპინგის მიმართულებას ჰქონდა სტრატეგია, მაგრამ მე იმ სტრატეგიაში ჩემი პროდუქტის სტრატეგია რა უნდა ყოფილიყო, მთლიანი owner-ი მე ვიყავი. ეგ ნაწილი აი საქართველოში მე რა გამოსლებას ჰქონდა, ეგრე არ გვაქვს პროდუქტის მენეჯმენტი. აი უფრო მეტად ჩამული ვარ senior leadership-ზე და ისინი რა სტრატეგიას ჩამოგუძახებენ ამ ბავში. ეგ განსხვავებული იყო იქ მთლიანად, ანუ ექსპერიმენტებიდან დაწყებული, ანუ value რა უნდა გქონდეს და ამ სტრატეგია რა უნდა გქონდეს, რომ ეს შედეგები დადო თუ აი მთლიანად end-to-end roadmap-ი ყველაფერს შენაკეთებდი. ეგ ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო, დღემდე ძალიან მეხმარება ზუსტად და ალბათ რასაც ვეძებდი საქართველოდან რომ წავედი, რომ რაღაც დამატებით მინდოდა მესწავლა, აი ეგ იყო ზუსტად რაც ლონდონში დავამატე ჩემ ცოდნას. და ალბათ სწრაფი პროფესიული ზრდა ამ ყველაფერთან ერთად, რაღაც მულტიკულტურული გარემო, ხო? ანუ სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობ, ყველას თავისი რაღაც მიდგომა სჭირდება, ხო? და რთულია. რა ხდება რომ შეხურავზე არავის არ ეცინება, ეგ ჩემი ქართული განსაკუთრებით ხო ბრიტანული ხო, ეგ რთული იყო, იმიტომ რომ კულტურულად ძალიან სანამ მაგას შევეჩვიე და მივხვდი და რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება, მაინც სხვა კულტურაა ლონდონში, ხო.
კი, მე ბაქოში მომიწია ბრიტანელებთან მუშაობა, იქაური პირველი ევროპული ოლიმპიადა ტარდებოდა ბაქოში და იმდენად განსხვავებული ხალხი და განსხვავებული კულტურა აქვს, რომ მაგალითად ერთ-ერთ რაღაც დოკუმენტზე მანუალი უნდა დაგვემზადებინა რაღაც ახალ Windows-ზე გადადიოდნენ და მოკეთ ეს ძალიან ესეთი პროცესი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 150 ვერსია შემაქმნევინეს, ანუ გაუმჯობესებული, სანამ არ მივიღეთ რაღაცა საბოლოო შედეგი და თან რაღაცა თვითონ აქცენტის კუთხითაც და თვითონ ასე ვთქვათ, მაინც ხვანაირი ინგლისური აქ და რაღაცა ხო, ძალიან რთული იყო განსაკუთრებით ზარებზე, ხო. ხო რა. ხო, და ეს ის მოლოდინი იყო, რაღაც შენი მოლოდინები გამართლდა ლონდონში თუ დაუშვათ რაღაცა რა ხო თუ აცდა და აი რაღაც რა იყო ის რამაც რაღაცებზე დაგაფიქრა და შენი ეს მეორე არხი რო გააკეთე YouTube-ის არხი Mariam in London არ ვიცი მაშინ იყო თუ არა Emily in Paris ესე იგი მაგის ხო ანალოგი ძალიან მაგარი უკეთესიც კი რა იყო ის რაშიც რაღაცა დაინახე რომ რაღაცები გადააფასე ხო მოლოდინები დააკმაყოფილა იმ ნაწილში რაც მე პროფესიულად მინდოდა ანუ პროფესიულად რომ ძალიან გაზრდა მინდოდა და ძალიან ბევრი რაღაც სწავლა და ისეთი რაღაცები სწავლა რომელიც არც ვიცოდი რომ შეიძლება და მე სწავლა და ეგეთი რაღაცები რო არსებობდა მაგ ნაწილში გაამართლა იმიტომ რომ დღეს მე რაც ვაკეთებ საქართველოში მაგას ვერ გავაკეთებდი იმ გამოცდილების გარეშე რაშიც არ გაამართლა ცოტა ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური გადახვევა რა გავაკეთო არის რომ მეგონა რომ ეგ იყო ანუ იქ რო წავიდოდი იქ იქნებოდი ბედნიერი და ყველაფერი რაც კი ოდესმე ცხოვრებაში არ მომწონდა ან არ ვიყავი ბედნიერი იმით იქ შეიძლება და ეგ ძალიან დიდი ტყუილია რომელსაც ჩვენ თავს ვეუბნებით იმიტომ რომ არ არის მაინც და მაინც პასუხი შენს არ ვიცი პრობლემებზე ის საცხოვრებელი ადგილი სადაც ხარ თუ ფული რასაც გამოიმუშავებ თუ ხალხი ვისთან შეხება გაქვს ანუ ცოტა იმდენად მარტო დამტოვა იქ ამ ყველაფერთან ეხა კი მეგობრები მყავდა იქ მაგრამ მაინც მოწყვეტილი ხარ შენი კომფორტის ზონიდან და ხარ შენ თავთან და ფიქრობ და აი ძალიან დიდი გარდატეხა იყო ჩემ პიროვნებაში მივხვდი გადავაფასე ბევრი ღირებულება და მივხვდი რომ რაღაცებს საერთოდ არ აქვს ჩემს მნიშვნელობა ერთი აი როცა გადააფასებ და მეორე აი როცა გაუზიარებ ყველას. იმიტომ ეს ალბათ ძალიან რთული. მე ვერასდროს ვერ შევძლებდი ალბათ მაგას, რაც შენ გააკეთე რა. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს დაიხმარე, ანუ დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოებით, იმიტომ რომ მეც რო უყურე შენთან ერთად, რა ვიცი, ხან ვტიროდი და ხან ვიცინოდი, იმიტომ რომ ანუ ძალიან როცა გულწრფელად ყვები ამ ყველაფერს, ამდენად რთული არის რაღაც მომენტებში, მით უმეტეს შენი თავის პოვნა და თან ესეთ ასაკში და რაღაცა შორს თან მოკეთ ბრავო ვადლო. აი ეს იყო თავიდან ეს ყველაფერს ესე არ უყვებოდი, უფრო უყვებოდი იყო ველტყურებაში რა ხდებოდა და მე იცი რა არის ალბათ არავინ არ მყავდა, როგორ არავინ არ მყავდა ან ყავს ახლო ადამიანები და მყავდა ახლო ადამიანები, ვისაც ამას მოუყვებოდი. მაგრამ აი თითქოს ეგეთ მენტალურ სპეისში ვიყავი, რომ არავის ჩემი არ ესმის და აი რაღაცნაირად ყველაფერზე ხელს რო ჩაიქნა და მოდი აი ეს უბრალოდ სამყაროს მოუყვები და ვინმე ხო გაიგებს თუ რაღაც და აი ეგ მომენტი მქონდა თან ხო თან იცი რა არის რაც უფრო დრო გადის და რაღაც ახალ გამოსვლებებს ვიძენ ცხოვრებაში ხვდები რომ ეგ გამოსვლებები მაინც ჩემთვის უნიკალური არ არის რა ანუ მაგას ძალიან ბევრი სხვა ადამიანი გადის და თავიდან მეგონა ხოლმე რომ ძალიან ჩემთვის უნიკალური იყო რომ მარტო მე ვგრძნობ ესეთ თავს და მე რენიანლა რომ დავუკვირდო რომ ესეც გრძნობს ისიც გრძნობს ისიც გრძნობს ფიქრობდი რომ მეთქი რატო არავინ არ ლაპარაკობს და მე რომ მომესმინა რომ ვიღაც მაგას ლაპარაკობდა ესეც უსად არ ვიქნებოდი და რაღაცა აი ალბათ ეგ თვისება ერთ-ერთი არის ჩემი ლიდერშიპის რომ ანუ აი რაღაცაზე რომ არავინ არ ლაპარაკობს მოდი ახლა მე ვილაპარაკე ამაზე და აი ეგეც იყო რომ მოდი აი რაღაცაა და აი ბევრი რაღაცის მიქსი იყო რა დავიწყე ამაზე ლაპარაკი ერთი რომ მინდოდა ვინმეს გამეზიარებინა მეორე ალბათ ის რომ მინდოდა რომ მე შემენახა რომ ამების მე თვითონ მომესმინა მე ერთი იყო რომ მეთქი რატო არავინ არ ლაპარაკობს მე ხა მე მოვყვები ამას რა და ხო ბევრს დაეხმარა როგორც მითხრეს და ძალიან მიხარი კი, ანუ მსგავსი მოლოდინები, ანუ მეც მქონდა პირადად, რომ როცა Microsoft-ში დავიწყე მუშაობა და გამიშვეს Redmond-ში და რაღაცა 2-3 კვირა იქ ვიყავი, რომ გადამზადების რაღაც პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა, რაღაცა ანუ აღმოჩნდა რომ რაღაც ერთი დღე კარგია, ორი დღე კარგია, სამი დღე გიხარე და მე უცბად რაღაც ეკითხები შენ თავს, რა ვიცი, რა მინდა ეხლა აქ და ანუ რაღაც ეს კითხვებს ალბათ ყოველთვის უსვამს საკუთარ თავს, რომ ანუ ეს ის იყო, რაც მინდოდა და რაღაცა ეს არის ამომავალი წერტილი თუ მეც რა არის ეგრე მგონია, რომ ისე ვიცი, ისე საქართველოში
ნახე რამდენი კომპლექსური ნაწილია მან. ანუ ერთი ეგ მაგას ვხედავთ მედიაშიც, რომ აი ვიღაცამ გულში დაიწყო მუშაობა, ვიღაცამ იქ დაიწყო მუშაობა და ეგ გვგონია, ანუ ამომავალი წერტილი და წვერვალი წარმატების. მერე კიდე რაღაცა საქართველოში ხო ეგ ფონია, რომ აი თითქოს რომ აი არაფერი არ გვეშველა, ყველაფერი ცუდა და ვიღაცა რო ქვეყნიდან წავა, იქ გონია რომ ციხიდან გააღწია. ხო? მაგიტო აი ეგრე ვიზრდებით რომ გვგონია რომ ამ დიდ სახელის კომპანიებში მუშაობა თუ მაგარ ქალაქებში გადაცხოვრება თუ აი ეგეთი რაღაცები არის ბედნიერება რა. ხო და ალბათ იმას ვიტყოდი რომ არც ის არის კარგი ხსა ცხოვრობთ და ძალიან ბევრი რაღაცა არის შესროლი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ზემოდან ქვემოთ რომ მართლა ისე ვიცხოვროთ როგორც ვიმსახურებთ თითოეული ჩვენთაგანი მაგრამ იქ მიუხედავად რომ ყველაფერი მოგვარებულია მაინც იქ გაქცევა არ არის ამ პრობლემების გადაჭრის გზა ანუ პრობლემების გულისხმობა ან ბედნიერების საყრდენი ალბათ კარგი იქნება რომ შევძლოთ ამ ქვეყანაში იმ პრობლემების ჩვენი თვე გადაჭრა რომელიც გვაქვს და ყველა მესე კარგად ბედნიერად ცხოვრება რომ არც Microsoft-ში სანმე წასვლა გვჭირდებოდეს და აქ ქონდეს ეგეთი კომპანიები და რაღაცნაირად გაქცევა არ გვჭირდებოდეს შენ განსხვავება იქრძენი თქვათ მაშინდელ საქართველოს რო წახვედი და რო დაბრუნდი იმას შორის ალბათ არაფერი არ შეცვლა ბევრი მაგრამ ჩემი პერსეფცია შეიცვალა როგორ ვუყურებდი ყველაფერს შეიცვალა ანუ მე მაშინ რო წავედი იცი რა არის კითხვები მქონდა ხოლმე რომ მეთქი ხო ალბათ თუ დავრჩი ანუ რაღა უნდა გავაკეთო და მაგრამ რო წავედი მე ეს სხვა რაღაცები დავაფასე რომ აი ოჯახი და მეგობრები და ეს შენი წრე და რაღაც რამდენს ნიშნავს და იქ რო ეგ არ გყავს რა მარტო ხარ და ეგეთი რაღაცები გადავაფასე ძალიან ხო ერთ-ერთ შენს ეპიზოდში ძალიან საინტერესო ისტორია მოყევი აეროპორტის და მახუცი ბებოსი რომელსაც გზა გაგიკვლია და რაღაცა საინტერესოდ მენიშნა რომ ალბათ აი თვითონ არა მარტო ტექნოლოგიებს, მაგრამ ყველა სფეროშიც ალბათ ხო თუ ვიღაცა ყავს, ვინც გეტყვის რომ რა ესე არის სწორი და ესე არის სწორი გზა და თქვათ რაღაცა შენს დაინახავს ხვის მაგალითზე, ხო? აი რა დაგანახა მაშინ დაუშვათ აი ამ სიტუაციამ და თვლი თუ არა რომ აი მსგავსი ტიპის რაღაც გზამკვლევი ადამიანები თუ რაღაცა ესე საინტერესო სამოტივაციო ხო ანუ რაღაც ეს როლური მოდელები ანუ მნიშვნელოვანია ალბათ ცხოვრების ყველა ეტაპზე. აი რა დაგანახა და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი შენთვის ის მომენტი? Okay, მოყვები ორ მოყვები აუცილებლად. ხო, რა მოყვები მაგ ვიდეოში ყვები ეგეთ ისტორიას, რომ აეროპორტში ვარ, ძალიან დიდი რიგია და სასწრაფოდ ჭირდება რომ პასპორტ კონტროლი გავიაროთ რაღაც და დავინახე ბებო, რომელსაც მიუყვები სად მიდის და როგორ მიდის არ ვიცი, უხო საკეთით, მაგრამ ამას მაინც მიუყვები და ბოლოს ყველაზე რიგში აღმოვყავით მე და ამ ბებომ და ხო, მაგან რაზეც დამაფიქრა ის იყო რომ იდეაში ეს ხალი იყო ვინც გზა გაკვალა და ანუ ეს რისკი აიღო რომ მისულიყო და ეს ეპოვა სხვა რაღაცა მოსახოვები და მისახოვები რომელიც პირველი გაიყვანა რიგში და მე უბრალოდ მივყვებოდი ამას ანუ ერთ-ერთი ჯობი რაც მქონდა და საქმე იყო რომ უბრალოდ ამ ხალხს გავყოლოდი ხო ეგ არის ცხოვრებაშიც დღემდე ეგ რო ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ის ბებო ხარ თუ ვინც მიყვები იმიტომ რომ ორივე საბოლოოდ ერთი და იგივე ადგილას ამოყვებით მაგრამ რთული ეგ არის ხოლმე რომ იპოვა ეგეთი ადამიანი ეგეთი ბებოები ვისაც გაყვები და იცი როგორ ისტორიით მიდიან. რამდენად მნიშვნელოვანია ეგ ცხოვრებაში? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენი ხმაურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხმაური ტელეფონში, სოციალურ მედიაში, ხმაური ყოველდღიურ ფიზიკურ ცხოვრებაში, რომ ამ ხმაურის ცოტა დასაწმენდად გჭირდება ადამიანები, რომლებსაც უყურებ და შეგიძლია მაგათგან აიღო ინსპირაცია, ან მაგათგან გადმოიღო რაღაც ნაბიჯები, რასაც ისინი გადიან, იმიტომ რომ ესეთი ხმაური რომ არ იყოს, ალბათ ეგეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, მაგრამ ამდენი ხმაური როა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ხა მაგალითად, სხვა საქმეში სხვა ადამიანები მყავდა, ვისაც ესე ვუყურებდი. მაგ მაინტერესებდა შენი мотиваციის. ეხა კი ან როლ მოდელები ვინ იყვნენ შენთვის, ან ვინ არიან, ან აი ეხა სიმაქვია მე მგონი. TikTok-ს აღმოჩნდა ეს ხალი Nasdaq, ну, მოკლედ $1 billion კომპანია გაყიდა, ეგეთ ხალი CEO და ეხა უბრალოდ აი
არ ინფლუენსერობს, მაგრამ უბრალოდ ხო შეგხვდა? აი უბრალოდ წერს ყოველდღე რაღაცებს ფოლოვერები რაღაცებს ეკითხებიან და ინფლუენსერები ზის და გიყვება რომ აი მაგალითად როგორ რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც board meeting-ზე ხარ და ეს რა ძალიან საინტერესო ხა ეს ქალი ჩემთვის მაგალითად და აი სულ რომ 30 ვიურო აქვს მაგის ვიდეოს, აი ყველას გიჟივით ვუყურებ და ყველგან ვაფოლოვებ რომ რასაც დაწერ ყველაფერს გითხობ. ხა ეგ არის მაგალითად ხა ჩემთვის role model-ი, იმიტომ რომ აი წარმომიდგენია ზუსტად რომ აი მეც რაღაც ასაკში რო შევალ, ზუსტად მინდა რომ ისე დავუყურო ყველაფერი, აღარ მინდა არანაირი კოსტუმებით სიარული არსად, მინდა რომ აი ძალიან მშვიდად ვიცხოვრო თუ retirement-ი გავაკეთო. სხვა ასაკში სხვა ადამიანები იყვნენ, როგორც ჩემი ახლწრიდან, ასევე რაღაცა სოციალური მედიიდან, ან ასე შემდეგ, აი კონკრეტულად ესე გამიჭირდება დავასახელო, მაგრამ ალბათ უფრო აი სხვა თვისებებს ვიღებდი სხვა ადამიანებისგან. და მგონია აი ესე იმ ხმაურს რო დავუბრუნდეთ ეწეგან რო თქვი რომ ამ ხმაურში ძალიან მნიშვნელოვანია რომ იპოვო ის ადამიანები ვისაც გაყვები, ვისაც მოусმენ, ვისგანაც მიიღებ ინფორმაციას. ძალიან დაბინძურებულია თითქოს აი სოციალური ქსელები არასაჭირო ინფორმაციით. კი და ანუ ეგ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ვართ ჩვენი გარშემომყოფების საშუალო არითმეტიკული, ხო? ჩვენ როგორც პროდუქტი და ასევე გარშემომყოფები, ანუ იმდენი ხანი ვატარებთ ნაუშნიკებში ტელეფონში, რომ შეგიძლია ერთ-ერთ გარშემომყოფად ეგ ციფრული ადამიანებიც, ციფრულ სივრცეში ადამიანებიც განიხილო. ამიტომ აი ვის უსმენ, ვის იდეებს ჭამ, ვის გარემოცვაში ხარ, ან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგენი მაქსიმალურად გაფილტრო და ისეთი ადამიანები დაიყენო როლ მოდელებად მეგობრებად თუ ასე შემდეგ, რომელისგანაც ფიქრობ რომ რაღაცას ისწავლი და უკეთესი გახდები ვიდრე ხარ და ეგ ადამიანები ჩემთვის სხვა ცხოვრების ეტაპზე სხვა ადამიანები იყვნენ. ან შეიძლება მთლიანად ადამიანიც არ ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იმის თვისება ყოფილიყო, რომელიც ძალიან მომწონდა და ბევრი რაღაც მისწავლია. და ისეთი ადამიანებისგანაც, ვინც ალბათ დღემდე ვერ წარმოიდგენენ, რომ მათგან ამე ვისწავლე, ან შეიძლება არ გამომიხატავს ძალიან, მაგრამ აი ძალიან დაკვირვებით ყოველთვის ვცდილობ, რომ აი ვიპოვო ადამიანში კარგი და იმ კარგს რო ვყოლობ, ვფიქრობ ხოლმე, როგორ შემიძლია, რომ მეც ეგეთი კარგი გავხდე მაგ რაღაცაში და ეგრე ძალიან მაგარი თვისებაა და მე შენ აღმოგაჩინე გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე, ჯერ კიდევ 2021 წელს, 2021 წელს და 2024 წელსაც იყავი ნომინირებული. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი იყო, ზუსტად აი ესეთი როლური მოდელების აღმოსაჩენად, ძირითადად გოგოების და ქალბატონების და აი ძალიან გამიხარდა რომ მაშინ როცა პირველად ნახე შენი სახელი და გვარი და მე მოვძებნე ეს ინფორმაცია შენზე და შენი YouTube არხით და რაღაც სხვადასხვა ინფორმაცია, ნამდვილად მინდა გითხრა რომ ხო ანუ მაშინ აღმოვაჩინე ფაქტიურად შენი სახელი და ალბათ ფიქრობ რომ მსგავსი პროექტები ყოველთვის ეხმარება ხო ანუ ახალგაზრდებსაც რომ რაღაცა წარმოდგენა შეიქმნან რომ ანუ ის ადამიანები ვინც რაღაც წარმატებას მიაღწიეს და ვინც ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობენ არ არიან თქვათ რაღაც არ ვიცი აი რა სტერეოტიპი გაგიგია თუ რა რაღაც წარმოდგენა გაგიგია რომ რაღაც ძალიან ნერდები არიან თუ ჩაკეტილები ხო ისეთი არასაინტერესო არ ლაპარაკობენ ასოციალურები ისეთები ანუ უკვე ძალიან დაძვალებული სტერეოტიპია მგონია ძალიან ისე ვიტყვი სუბიექტურად თუ ობიექტურად არის მაგრამ მგონია რომ tech people are the coolest people აი ყველაზე მაგარი ხალხი არიან ტექში აი ბევრი გამინაწყენდება ბევრი მაგარი ყოს საერთოდ არის ტექში მაგრამ აი მართლა გულწრფელად მგონია რომ ტექ ხალხი ყველაზე მაგარი ხალხია აი შენ შესახებ მოგვიყევი შენი ჰობის მაგათაც თუ გახს რაღაც ჰობი რაღაც სპორტი თუ ხარ დაკავებული და აი რას აკეთებ იმ დროს როდესაც არ ხარ კომპიუტერთან აი მე ეგეთი დრო ხანი აღარ მქონია მაგრამ ან სირბილი ვარჯიში ეს ვიდეოების გადაღებაც ან ჩემს რაღაც storytelling ეს storytelling-ი ძალიან მიყვარს რაღაც თემაზე საუბარი ამის გარჩევა არც ეგ რამდენად ჰობია მაგრამ ანუ აი აუდიენციისთვის მიწოდება და რაღაც თემების და წამოჭრა და ამაზე რაღაც დისკუსიები ეგ ძალიან მიყვარს რაღაც რა მიყვარს არ ვიცი ხო სირბილი მიყვარდა ძალიან მე მოხლი დავიზიანე და ჯერჯერობით ვეღარ დავრბივარ ხო მე მგონი მეტი ჰობი და მე მგონი ბავშვობაში მღეროდი აი მე ყველაფერი ვიცი შენ შესახებ ვერთო კი წინა ცხოვრებაში ხო 12 წლის ვიყავი ალბათ რომ მოვიფიქრე რომ
ცოტა მღერი ვარ თუ რაღაც. იცი რა, ეს რაღაცა ხელოვნების სიყვარული, რაღაც კრეატიული ბუნება. მე მგონია რომ ეს შენ საქმიანობაშიც გეხმარება და ის მარტო რაღაცა ინჟინერია, კოდის წერა და ის არ არის ყველაფერი და ზუსტად აი ეს ციფრული პროდუქტების განვითარებაში დიდი როლი უჭირავს ალბათ, ხო, იქ რაღაც ფერები, აღქმებია, რაღაც ემოციებია, ყველაფერი ერთად ალბათ რა. აბსოლუტურად გეთახები. თან არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს ხარ ციფრული პროდუქტის შენების გუნდში. ანუ, კაი, დიზაინერს რო კრეატიულობა ჭირდება, ოკ. პროდუქტის მენეჯერს რო კრეატიულობა ჭირდება, მაგრამ ეგ პროდუქტი საბოლოო ჯამში კრეატიულად უნდა ჭირდეს რაღაც პრობლემას. ეგეც გასაგებია, მაგრამ აი თუნდაც აი რო ჩახვიდე და ტექნიკურ ლეიერზე ვინც მუშაობს, იმ ხალხთანაც, ან გონია რომ თუ ანუ მაინც ძალიან კარგი პროფესიონალი შეიძლება იყოს, მაგრამ მგონია რომ აი ექსტრა კრეატიულობა ცოტა ჩან ფერფლებული ძალიან კარგად შეიძლება რომ გადაგაჭრევინო სხვა პრობლემები. და მგონია რომ აი მაგიტო ნებისმიერ რაღაცა სხვა რაღაცებს რაც საკეთებ შენი პროფესიის გარდა საბოლოო ჯამში გეხმარება რომ ის შენი პროფესიაც ან ის შენი საქმიანობა ცოტა სხვანაირად უფრო საინტერესოდ უფრო კრეატიულად აკეთო და ის პრობლემები რაც გადაჭრა. მაგალითად ერთ-ერთი აი ბავშვობაში რო წავიკითხე დღემდე რო გამომყვა ეგეთი ისტორია სტივ ჯობსმა რო კალიგრაფიის რაღაც რენდომ კლასი რო აიღო უნივერსიტეტში და რაღაც გაიარა და მე ეგ იყო მისი მიზეზი რომ თავის შექმნილ ციფრულ პროდუქტებში ის გამორჩეული კალიგრაფია რო იყო რამაც რაღაცნაირად უნიკალური ის შესინა მის პროდუქტს ხო აი ეგ თითქოს საიდან საათ ხო აი რა შუაშია თითქოს კალიგრაფიის სწავლა რა მაგრამ აი მე ძალიან მემხრობი ეგეთ რენდომ თუ საერთოდ რა შუაშია ეგეთი ჰობებს იმიტომ რომ მაინც გეხმარება აი მე მაგე ვარჯიში არა რენდომ ჰობი მაგრამ აი ვარჯიში მეხმარება რომ უფრო მენტალურად ფოქუსირებული ვიყო აი ეს ვიდეოების გადაღება მართლა ხშირად არ ვაკეთებ მაგრამ ეს სტორიტელინგი მეხმარება რომ რაღაცნაირად აი ეს რაღაც აზრები თუ რაღაცები რაც მაგ გადმოვიტანო და მე ანუ იმდენად მიცარიელდება და მითავისუფლდება მე თავში სივრცე რომ ის ჩემ პროფესიის უფრო მეტი სივრცე რჩება მოკლედ ბევრი რა ვილაპარაკო ყველა ეგეთი რენდომ რაღაცა რაც ვაკეთებ საბოლოო ჯამში კრავს რაღაცა წრეს და გეხმარება რომ შენი საქმე უკეთესად აკეთო ხო თან ახლა განსაკუთრებით აი ამ ბოლო წლების ძალიან სწრაფი ანუ ტექნოლოგიების ძალიან სწრაფ განვითარებასთან ერთად, ხო? ანუ ბევრი რაღაც შეიცვალა და ცოტა ტრანსფორმირდა ის პროფესიებიც დაუშვათ, რომელიც აქამდე ვიცოდით და რაღაც ახლები გაჩნდა, ცოტა რაღაც რო გვეგონა რომ აი, იცი რაღაც კოდის წერას ისწავლი და მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვი, ცოტა ამ კუთხითაც შეიცვალა სიტუაცია, იმიტომ რომ ახლა კოდს დაუშვათ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა თულები კარგად წერენ. შენი აზრით აი რა ცვლილებები მოიტანა აი ამ ბოლოდროინდელმა განვითარებებმა, სწრაფ ტექნოლოგიურმა განვითარებებმა და ხელოვნური ინტელექტის თქვათ აი ამ სწრაფ განვითარებას სად ხედავ და სად გრძნობს შენს პროფესიაში თუ ყოველდღიურობაში? ძალიან კაი კითხვა. არ ვიცი რამდენად დაალგებულად გიპასუხებ, მაგრამ ვეცდები. როდის 2023 იყო ხო? პირველი ესე conversational აი ChatGPT რაც გამოვიდა და მაქედან უკვე ყველაფერში ვიყენებთ ამ AI-ს. იქამდეც ვიყენებთ, მაგრამ ეხლა უკვე საგრძნობად ვიცით რომ AI-ს ვიყენებთ. ალბათ რაც შეცვალა და რაც უნდა ავუწყოთ ფეხი არის ის რომ აი რო თქვი რომ პროგრამისტი ზოგადად ისწავლე და ძალიან მაღალანაზღაურებადი ვიქნებოდი. შეცვალა პრიორიტეტი რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდე. ანუ ადრე თუ გჭირდებოდა ძალიან დეტალურად ანუ execution-ის კეთება, ანუ რაღაცა აი მაგალითისთვის ყველაზე პრიმიტიული რო ვთქვა user stories დაწერა არის ერთ-ერთი კომპონენტი product manager-ის როლში. ანუ რომ ინსტრუქციის აღწერა თუ რა უნდა გაკეთდეს აპლიკაციაში, ხო? აი თუ ადრე ამას მიქონა ძალიან ბევრი დრო და გჭირდებოდა რომ ძალიან იდეალურად გწოდნო და როგორ დაგეწერა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ზუსტად ერთ წამში გიწერს ChatGPT თუ სწორი პრომპტი მიეცი, ხო? ანუ თუ ადრე იყო პრიორიტეტული ეს რომ გწოდნო და ეხა უფრო პრიორიტეტულია, როდესაც ამდენი თულები გვაქვს, რომელიც ჩვენ მიცემულ დავალებას ასრულებს, რომ სწორი დავალებების მიცემა ვისწავლოთ. ერთი ეს, სწორი დავალებების მიცემა ვისწავლოთ და მეორე რომ შეგვეძლოს კრიტიკა, რასაც გვეუბნება უკან. იმიტომ რომ იმდენ რაღაცას ანალიტიკური აზროვნება ხო, ანუ იმდენი რაღაც შეიძლება გითხრას, რომელიც სიამოვნებაში სწორი არ იყოს, ანუ ფუნდამენტალურ რაღაცების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, execution-ის უკვე ამის შესრულების
შეგვიძლია რომ ბევრი რაღაცა გადავაბაროთ AI-ს. ამიტომ შეცვალა პრიორიტეტი რა უნდა ვიცოდეთ კარგად. ხო. ხო, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრ ადამიანს, ანუ ვინც თქვა რაღაცა 6 თვიანი კურსები გაიარა და რაღაც junior developer-ად უნდა მუშაობა, ან არავის აღარ აყავს. არავის აღარ უნდა ეს junior კადრები, ურჩევნიათ რაღაცა ერთი არქიტექტი ყავდეთ და 20 კაცი საქმე გააკეთოს, ამ თულ ხელსაწყოების დახმარებით, ვიდრე თქვა ესე პატარ-პატარა საქმეები შეასრულონ. და გართულდა მე მგონი, ხო, ტექ ბაზარზე შეცვლა. იგივე არის UX დიზაინერებსაც, აი junior-ად დაწყება ძალიან რთულია. ალბათ ერთ-ერთი თვისება კიდე რაც აი ხა მე რო ვიყო ამ სიტუაციაში რაშიც კარიერის დამწყებ ეტაპზე ყოფი ადამიანები არიან მე რო ვიწყებდი ეხლა მეც არ ვიცი ზუსტად რას გავაკეთებდი ვიცი რომ ზუსტად უფრო მეტად გამიჭირდებოდა მაგრამ ალბათ აი გადარჩენის ინსტინქტი თუ რა გვაქვს ხო ადამიანებს აი რო ეგეთ სიტუაციებში ოკეი აბა რა უნდა გავაკეთო სხვა რომ დავსაქმდე თუ ეს 6 თვიანი ის აღარ მასაქმებს ხო? არის ალბათ აი არქიტექტი ახსენე, მაშინ კიდევ უნდა დავამატოთ ცოდნა და სხვანაირად უნდა შევიდე. შეიძლება ჯუნიორით არ შევიდე, რაღაც საერთოდ სხვა როლით შევიდე კომპანიაში და მე იქიდან გავაკეთო ტრანსფერი ან უფრო კრეატიულ და სხვანაირი მიდგომები საჭიროებს. ანუ ისეთი ადრე როგორც იყო რომ 1 2 3 4 ამ ნაბიჯებს რო გავყვები მიხვალ ამ წერტილამდე, მაინც ეგრე აღარ არის, იმიტომ ძალიან ბევრი იმ 1 2 3 4 სტეპს უკვე AI ფარავს. ამიტომ ბევრად უფრო კრეატიული მიდგომა არის საჭირო. ერთ-ერთი აი მაგალითად, რამდენად მაინც ვემხრობი, არ ვემხრობი ეგრე ძალიან, მაგრამ ერთ-ერთი რაც დავაკვირდი კიდე არის, რომ აი LinkedIn-ზე მაგალითად შენ პროფესიაში ინფლუენსერობა, ინფლუენსერობა ცუდი სიტყვა, მაგრამ აი კონტენტის გაშიარება, ეგეც წარმოგაჩენს. სოციალური გავლენა, ანუ ესეც არის social impact-ი, არის ეს ტიუნარი. სოფლიო ეკონომიკური ფორუმის აი შარშანდელი რეპორტი ყოველ წელს აქვეყნებენ ხოლმე რეპორტებს, რომ აი რა უნარები იქნება თქვა მოთხოვნადი 20-30 წლისთვის. მათ შორის social impact-ი ძალიან ასე ვთქვათ მოთხოვნადია და კიდე ნუ ის რომ რაღაც resilience-ი და ცნობის მოყვარეობა. კიდე არის აი ესე პირდაპირ დაწერილი რომ ცნობის მოყვარეობა არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარი, იმიტომ რომ ყოველდღე რომ რაღაც ახალ-ახალი დაგაინტერესოს, რა სწორი კითხვები დასვა და რაღაც ახალი ისწავლო. და მე ვისობ ადამიანს რომლებიც ამბობენ რომ ანუ ის რაღაცები ვიცით ჩვენს პროფესიაში რაღაცებს ვაკეთებთ და იცი რაღაცა იმის დრო არ გვაქვს თუ რაღაც ძალიან დაღლილები ვართ რაღაც ახალი ვისწავლოთ რაღაც და მგონია რომ ეს ყველაზე მეტად ანუ მსგავს ტიპის ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ თუნდაც თავის პროფესიაში დარჩენა. ზუსტად აი ხარ ჩამოთვალე აი ეგ არის ის თვისებები რაც მე 1-20 წუთი ვყვებოდი აი 3 წუთში მოყავი ზუსტად რომ აი ეგ არის ის თვისებები რომელიც სჭირდება დღეს ადრე თუ იყოს სხვა თვისებები ეს არის ეგ რო social impact-ი თუ რაღაცა სწორი კითხვების დასმა თუ ასე შემდეგ კი ანუ პრიორიტეტები შეიცვალა რა ამართლებდა ადრე რა ამართლებდა დღეს საერთოდ სხვა ალგორითმებია და ეგ უნდა ვისწავლოთ ხო თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ ხო და ალბათ ამ ყველაფერთან ერთად არის ასევე ეკუნარებში ჩამონათვალი თვით შემეცნება ანუ self awareness-ი რომ ანუ გაცნობიერებულობა ხო ანუ ვინ ვართ რას ვაკეთებ სად ვართ რისთვის ვართ და ალბათ ეს ყველაფერი ისევ ამ ყველაფერს მივყავართ რაღაცა მენტალურ სტაბილურობამდე თუ როგორც თქვი იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია რომ წარმოუდგენელია დღევანდელ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაუძლო ანუ ამდენ რაღაცა არასაჭირო და საკმაოდ სტრესულ ინფორმაციებსაც და ამოდროულად დარჩე შენს თქვათ რაღაცა ხაზზე და არ გადაუხვიო ამ შენი ქსიდან. კი, აბსოლუტურად. ძალიან კარგი, მოკეთ იმდენი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. რამეს ხوار დაამატებდი, ანუ ისევ და ისევ რჩევების კუთხით, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვა მოგხსოვს, რომ აი არ არის აუცილებელი რომ რაღაც ყველა იყოს ტექ სფეროში, მაგრამ ალბათ აუცილებელია რაღაცა ტექნიკური ცოდნა და უნარები, თუნდაც მინიმალურ დონეზე, იმ რა ვიცი, ფერმერსაც კონდეს თუ რაღაცა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანს, ხო? აი რა რჩევებს დაამატებდი, აი ამ ყველაფერთან გამომდინარე შეჯამების სახით, რომ ადამიანმა შეძლოს, მოდი ესე ვიტყვი, არა, თქვათ წარმატების მიღწევა, როგორც ესეთი, იმიტომ რომ ყველასთვის წარმატება სხვადასხვა რაღაცაა, ხო? და ამ კითხვასაც დავამატებ, შენთვის რა არის წარმატება? მაგრამ აი რაღაც საკუთარ თავის რეალიზაცია და საკუთარი თქვათ საქმიანობის სწორად და კარგად კეთება. რა ტექ სკილები გჭირდება, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინოთ? ალბათ
სწორი კითხვების დასმა სწორი თულებისთვის. ანუ ოღონდ თულებში მართლა გულისხმობ Google-ს და ChatGPT-ს. Google-ი უკეთესია უფრო verified source-ები და მოქ ინფორმაცია. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ჩვენ ბევრი ვიფიქროთ, ბევრი ვიწვალოთ, თუმცა არსებობდეს ამაზე პასუხები. არსებობდეს კი არა, აუცილებლად იარსებებს ამაზე პასუხები. ხო, ალბათ სწორი კითხვების დასმა რო ვისწავლოთ და მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა, რომ რაღაც რომ გვინდა, ან რაღაც რომ გვაინტერესებს, იქ ჩვენ უნდა მოვიწიოთ. არავინ აქეთ კარზე არ დაგაკაკუნებს და აი ესე პასუხს იმითი ფურცლით არ მოგცემს. ხო, ალბათ ეგ არის თვისება თუ ტექნოლოგიური ცვლილები რაც უნდა ვიცოდეთ. ხო. შენც რა არის წარმატება? ჩემს წარმატება არის დილით რო იღვიძებ, ბედნიერი რო ხარ და რაღაცა მიზანი ძალიან ხალხი ნათქვამია, მაგრამ რაღაცით ინსპირირებული რო იღვიძებ. და არ აქვს მნიშვნელობა, კი ვთქვი წაღან რომ tech people are the coolest people, მაგრამ არ აქვს მაინც მნიშვნელობა რა სფეროში ხარ და რას აკეთებ, ხო. თავარია რომ დილით რო იღვიძებ, აი რაღაცა მიზანი გქონდეს, რომ აი დღეს მინდა რომ ეს გავაკეთო, აი დღეს ხო. ეგ არის წარმატება. მგონია რომ ძალიან პრივილეგია, ძალიან ანუ ყველაზე ვაკეთო ალბათ ის რაც გიყვარს, რაც გიყვარს და თან ეგეთი ის გქონდეს, რა ქვია, ხო, აი ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის, ხო? და გქონდეს ხო ეგ პრივილეგია, რომ დილით რო გაიღვიძებ, იცოდე, რომ აი დღეს აი ამას ვაკეთებ და ძალიან მიხარია და ვიცი რატომ ვაკეთებ და აი ეს მინდა რომ გავაკეთო და აი ამის არჩევანი საშუალება რა გქონდეს, ეგ ძალიან დიდი პრივილეგიაა და ალბათ ეგაა ჩემთვის წარმატება. მე აი როგორი ადამიანები მიყვარს რა პროფესიაში არ უნდა იყვნენ, რასაც არ უნდა აკეთებენ. აი ნებისმიერ საქმეს რო აკეთებენ ძალიან დიდი სიყვარულით. აი თუნდაც რაღაც ავტობუსის მძღოლი, რომელიც აი ისეთი სიყვარულით შემოგხედავს და გაგიღიმებს და რაღაც ბედნიერ დღეს გისურვებს. ანუ შემხედიან ეგეთი ადამიანები და აი რაღაც საოცრება, იმიტომ რომ რაღაც ნებისმიერ სიტუაციაში ის გრძნობს, რომ ის რაღაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ მართლაც ყველა საქმე მნიშვნელოვანია რეალურად. ხა ჩვენ კი აქ ტექ სამყაროზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხო, ანუ ყველა სფერო და ყველა საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მარიამ, რომ მოხვედი ჩემთან და რაღაც დრო დამითმე. რამეს თუ დაამატებ ბოლოსკენ? აი ახლა რომ მოყევი იმაზე, ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, გამახსენდა სად ვნახე ზუსტად მართლა ფილმში იყო თუ TikTok ვიდეო ვნახე, სადაც წავიქეთ ზუსტად არ მახსოვს და ზუსტად ვერ დავარეფერენსებ, მაგრამ რაღაც შინაარსი ეს იყო, რომ ერთხელ ავედიო, ერთი ადამიანი ყვება, რომ ერთხელ ავედიო ავტობუსშიო და ამ ძღოლმაო ძალიან იმით რაღაცა ხალისით მკითხა, როგორ ხარაშვებიო თუ როგორი დღე გქონდაო და მე გამიკვირდაო, მე ჩემ რაღაცა ფიქრებში ვიყავიო და ძალიან გართული და რაღაცა ცუდად ვიყავიო და რაღაც გამიბალაპარაკიო და ისე მელაპარაკო, რომ ძალიან გავხალისდიო და თან დავინახე, რომ გვერდზეც იმასაც ელაპარაკებოდა და ამასაც და რაღაც თელი ავტობუსი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავითო და ეს ჩამრჩაო და მე წლები რო გავიდაო გაზეთში ვნახეო, რომ ისე ვიცი, შეიძლება ყველა დეტალი არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა შინაარსი იყო, რომ გაზეთში ვნახეო, ან ეს ადამიანი გარდაიცვალა თუ რაღაც, მაგრამ დაწერეს ამ ძღოლზე სტატია და მოიხსენიეს როგორც, ანუ ეს იყო თურმე ყველაზე რაღაცა ძალიან პოპულარული მძღოლი იყო, იმიტომ რომ ხალხი თურმე ესეთი uplifting და ესეთი ხასიათის ტიპი რო იყო, ხალხი თურმე სპეციალურად მაგის გაჩერებაზე ელოდებოდა ამატიამეს, რომ ამის ავტობუსში ჩამჯდარიყო და ანუ რამდენს ნიშნავს ესე იგი, რომ შენ საქმეს ხო სიყვარულით რო აკეთებ, მაგრამ ანუ რამდენ ადამიანზე გადამდებია, რომ ანუ თელ ქალაქში ნიუ-იორკში იყო თორსტები, იცნობდნენ ამ ადამიანს როგორც აი ძღოლი, რომლის ავტობუსში უნდა ყველას ჯდომა, ხო? და რა მაგარია, როცა ეგეთი ადამიანი ხარ, აი ალბათ ეგ არის აი ვინც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, რომ ადამიანებს უხარიათ უბრალოდ ჩემთან ერთად შეხარ ეგეთი ადამიანი. კი, იმიტომ რომ აი შენი მართლა გაზიარებული თითოეული ვიდეოთი და თითოეული ისტორიით ნამდვილად ძალიან დიდ ინსპირაციას ავრცელებ და უგზავნი მგონია რომ შენს აუდიტორიას და ეხლა უკვე ახალ აუდიტორიას, იმედია რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს და ძალიან დიდი მადლობა მართლა უზარმაზარ წარმატებებს გისურვებ შენს პროფესიაშიც და შენს ცხოვრებაშიც და მოდი პოდკასტს დავასრულებ მადლიერებით
მიუძღვნი და ვუგზავნი სიყვარულს ყველა ჩვენს მაყურებელს და ვისურვებ, რომ ვიცხოვროთ გამთლიანებულ, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში.